ჰეი შენ, არ მინდა გაწყენინო, მაგრამ საშინლად მღერი. ვერასოდეს გახდები პოპულარული. ბენს, მე უბრალოდ მომწონს სიმღერა. გაჩუმდი დენს, არ გაბედო მათთვის ამის თქმა. ვინმე მიკივლა თუ რაღაც არასწორად გავიგე? ან იქნებ ვინმეს არ მოსწონს კამილის სიმღერები? ან იქნებ ვინმე ეჭვიანობს კამილის სიმღერებზე? გინდა მითხრა რომ კამპუსის ყველაზე მაგარ ბავშვებს ამწვარი აქვთ უკანალები? ჩემო კარამელო, გაიგე ეს სისულელე? რატომ უნდა ვიეჭვიანო თქვენზე? მე ხომ ყველაზე ლამაზი გოგონა მყავს თელს კამპუსში. მე ყველაზე ძვირიანი პენი მაქვს სამაგიეროდ, მე მაქვს ბრენდის სათვალე და მამა დამპირდა რომ მომავალ შაბათ-კვირას თავისი მანქანის გასაღებს მომცემს. ჰო, ასე რომ ჩემს ბენს საერთოდ არ სურს შენი. ის ძალიან წარმატებულია. შენ ჩემზე ეჭვიანობ მესმის, მაგრამ მომისმინე როგორ ვწერ ფრენაზე, რა ფრისტაილერია. ნებისმიერ შეუძლია ამის გაკეთება. შეხედი ამას. ჩვენმა პატარა ბიჭმა მოამზადა და შეადგინა ლექსი, სანამ ისჭამდა თავის მარცვლეულს. რატომ უნდა მოვემზადო შეჯიბრისთვის, როცა უკვე ცნობილი ვარ მთელს კამპუსში? ვაუ, მგონი კამილი და კალათბურთელები ჩხუბობენ. აქ ჩხუბი მოხდება და ჩვენ დავზარალდებით. დამშვიდი ნერდო. უყუროთ. მე მიყვარს როცა ვიღაცეები ჩხუბობენ. მომისმინე, ვარსკვლავი არ ხარ. 2 დათვლაში დაგამარცხებ. 1 ნახოთ რისი მაქნისი ხარ. ბიჭებო, არ შეწყვეთ ჩხუბს? დიახ, ჩვენ არ გვინდა ჩხუბი. არ ხუმრობდი, ძალიან ცუდად მღერიან. გოგოებო, დაანებეთ თავი მას. კამილ, მოდი გავუხიოთ მათ თავები. მიდი დაარტყი მათ. მე თვითონ გავანადგურებ მას, მაგრამ არა ჩხუბში, არამედ რეპის ბრძოლაში. რა ჯანდაბა გინდა ჩემ ძმასთან? უბედურება გინდა? ჩვენ შეგვიძლია ბრძოლა თქვენს წინააღმდეგ. ბიჭებო, მოდი მოვაგვაროთ ეს ნორმალური ადამიანები. გუფი, თავი დაგვანებეთ თუ არ გინდა რომ შენც გაგიხიოთ ეგ თავი. მე უბრალოდ შემოგთავაზეთ, გაჩუმდით ლუზერებო. მოკლედ, დღეს სკოლის შემდგომ შეგხვდებით რეპ ბრძოლაში. მე შენ დაგამარცხებ. უბრალოდ არ დაიკარგო, ბავშვო. ხილად იყავით რომ არ დაიკარგოთ ბიჭებო. წავიდეთ აქედან. მოდი, ჩემო კარამელო. კარგი. გუფი, მე გითხარი, დოგვი არ გვინდა თქო. რატომ დაამატე დოგვი? ალერგიული ვარ. ჰოტდოგი მდოგვის გარეშე არ არის ჰოტდოგი, ის მხოლოდ ზეხვია ფუნთუშაში. მე ამას არ ვჭამ. ჩემი $2 დაბრუნება მინდა. შეგიძლიათ თავად მიირთვათ. ვერ დავაბრუნებ, შენ საკვებზე დავხარჯე უკვე. არ მაინტერესებს დახარჯე თუ არა, წადი დააბრუნე შენი ჰოტდოგი. ჰოტდოგები არ ბრუნდება უკან. დაჯექი ფრეშ, კარგი სიახლე გვაქვს. ჩვენ ვიცით როგორ გამოვიმუშავოთ ბევრი ფული. როგორ აპირებთ ბევრი ფულის შევნას? რატომ არ უთხარი მათ ჩვენ ბიზნეს გეგმაზე? ძალიან მარტივია. ჩვენ ყველას მივყიდით საღეჭ რეზინებს ბრძოლის დროს. წარმოგიდგენიათ, ბევრი ხალხი ერთ ადგილას, დაძაბული ატმოსფერო და ბევრი საღეჭი რეზინები. ღმერთო ჩემო, რა გემრიელი ჰოტდოგია. ახლა მთლიანად გადავყლაპავ. ნახე, დილანს დოგვიც მოსწონს. ჰეი ნერდო, მოგწონს ჩვენი იდეა? სულელური აზრია. ახლა თავს გაგიტეხავ. სადი აბა, შენ გონია რომ არ ვიზავ? დამშვიდი ბუშტო. პონკა, აპირებ ამ ჰოტდოგის ჭამას? არ ვაპირებ. მაშინ მე ვიზამ. დროზე თქვი რომ ჩვენი გეგმა ძალიან მაგარია. არ გეტყვი. ფრეში მართალია. ბიჭებო, მართლა სულელური აზრი გაქვთ. ბრძოლაში საღეჭი რეზინის მაგივრად წყალი უნდა გავყიდოთ. შვენიერი იდეაა, პონკა. ონკანის წყალს უფასოდ დავასხამთ და მეტ ფულსაც გამოვიმუშავებთ. ღვთაებრივი გემო აქვს. მე მოგეცით ლექსის სწავლის დავალება. იმედია, ყველა მზად ხართ. ახლავე დაფასთან კამილი. ჯანდაბა, რატომ მე? მოდით მოვუსმინოთ ჩვენს კამილს. მე არ ვსწავლობ პოეზიას, მე ვწერ მათ. მასწავლებელო მაქვს, თქვენ შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ გეტყვით, რომ თქვენ ჩვენი კამპუსი იმ მიზეზის გამო აირჩიეთ, რომ ჩვენ ყველა ოჯახი ვართ. კამილ, ეს თამბეჭდავი იყო.
მე გაძლევთ მაქსიმალურ შეფასებას. შეგიძლია დაждე. კარგია ძმაო. მაგარია ძმაო. არა, არ არის მაგარი. კარგი, კიდევ ვის უნდა დღეს ჩემი გაკვირვება? მე მინდა, მე ვიზამ, მასწავლებელო მაქს. მე ვერ ხედავ თქვენს ხელებს. დიახ, ძალიან მინდა გაგაოცოთ, მასწავლებელო მაქს. არავის უნდა ამის გაკეთება საერთოდ? დიახ, მასწავლებელო მაქს, ვერ მხედავთ? ლუზერო, მხედავ? დიახ, მხედავ. რატო ვერ მხედავს მასწავლებელი მაქსი? მასწავლებელო მაქს, ბენსი მზადაა, გამოვიდეს დაფასთან და გაგაოცოთ მთელი კამპუსი. რა? შვენიერია, მაშინ ბენს მოდი დაფასთან. ლორა, რატომ თქვი ეს? მე არ ვიცი პოეზია. რა? ლუზერი ხარ? წადიდე და ამტკიცე რომ ჩემი ბიჭი საუკეთესოა. ჰეი კამილ, ჩვენი ბიჭი გიჩვენებს სეირს. ის შარვალში ჩაისვრის. ჩემი ბენსი საუკეთესოა. მიდი ბენს, დაიწყე, ყველა გელოდება. კურდღელი ვერანდაზე გამოვიდა, თავის მოსაფხანად, ხელი ჩავყავი, არა, და ის გავიდა შემდგომ ვერანდიდან. მე გავიგე თუ ბენსმა თქვა? ხო, ზუსტად ასე თქვა. ღმერთო ჩემო, ეს იგიჟია, იდიოტი. მე ნამდვილად ვაპირებდი ლექსის თქმას. ჭკუაზე ხომ ხარ ბენს? რაც ვიცოდი მოუყევი მასწავლებელო მაქს. ბენს მართლა გამაკვირვე, ამიტომ ყველაზე დაბალ შეფასებას გაძლევ და ხვალ გელოდები შენს მშობლებთან ერთად. კარგი. შენ დამარცხდი ბენს. ბოდიში, ჩემო კარამელო. გაკვეთილი დასრულებულია. კამილმა დღეს ჯოჯოხეთი მოუწყო ბენს. ეს მხოლოდ გახურება იყო. ის ამაღამ გაანადგურებს მას. ლუნა, რატომ ძიხარ აქ? მე ჯერ კიდევ ვერ ვიპოვე ჩემი ვირთხა. ლუნა, რატომ წუხარ? ჩადი სარდაფში. იქ უამრავი ვირთხაა. უბრალოდ დაირჩიე ყველაზე ლამაზი. მაგრამ მე სარდაფში ვიყავი და ვირთხები არ არიანი იქ. მე ვიცი როგორ დავეხმარო ლუნას. ყველი გვჭირდება. ყველა ვირთხას უყვარს ყველი. სუნზე მოვა. აი, ისინიც მოდიან. ბიჭებო, გუშინ თოვლის კაცი ვნახე. ეს ძალიან მაგარი იყო. გუფი, არ მჯერა. სულელი ხარ. მოდი აქ. ლუზერო, შენ შარში ხარ. არაფერი გამიკეთებია. რა გინდა? გამიშვი. მართალია, არაფერი გაგიკეთებია. რაღაც უნდა გაგიკეთებინა. გინდა იყო კაი ტიპი და გახდა ერთ-ერთი ჩვენგანი? რა? გსურს იყო ჩვენს გუნდში? კალათბურთელების გუნდში? ჰა? შემიძლია? შეგიძლია, მაგრამ ფრთხილად იყავი, არაფერი შეგეშალოს. რა თქმა უნდა, მინდა რომ კალათბურთელთა გუნდში ვიყო. კალათბურთელი იქნები თუ რამდენიმე საბრძოლო რიტმს მომწერ, რომ კამილი დავამარცხო. გასაგებია ეს თუ არა? ბიჭებო, თქვენ სწორად გილასხართ. მე გავიზარდი ქალაქის ქუჩებში, ამიტომაც ჩემი რეპი ბევრად დასაფასებელია. ნუ ხარ თავხედი ხუჭუჭა, მე უნდა გავიმარჯვო ბრძოლაში. თუ ბენსი წააგებს, მკვდარი ხარ. ისევ აქ რატომ დგახარ? გავიგე ბიჭებო. თავი უკვე მოგებულად ჩათვალე. ძმა დილანი არასოდეს ნებდება. მე ვფიქრობ, რომ ის დამარცხდება. ეს იმუშავებს. მენდი, სად ხარ? ჩვენ გვაქვს კარგი ამბავი თქვენთვის. ეს ყველაფერი უსარგებლოა. ჩვენ ვიპოვით. მენდი, სად ხარ? ბრმა ხარ? მე აქ ვარ. ვიცით რომ აქ ხარ, მაგრამ შენ არ გეძებთ. მისმინე ლუნა, ამ კამპუსში მხოლოდ ერთი მენდია და ეს მე ვარ. კამპუსის ადმინისტრატორი და მასწავლებელი მაქსის მარჯვენა ხელი. ჩვენ ვიცით რომ შენ ხარ კამპუსის ადმინისტრატორი. უბრალოდ ლუნას ვირთხას ვეძებთ და ისე მოხდა რომ მისი სახელიც მენდია. ლუნა, სულელი ხარ? შენ ხარ სულელი. მენდი, შენ აქ ხარ. რა ჯანდაბაზე ლაპარაკობ? აქ ვირთხები არ არიან. მაინც რატომ დაარქვი შენს ვირთხას ჩემი სახელი? მე ვწყვეტ რა ვუწოდო ჩემს ვირთხას.
მე გადავწყვიტე, რომ ეს არის მისი სახელი. კარგი ლუნა, განმაგრძოთ შენი ვირთხის ძებნა. მენდი, ჩემო ვირთხა, სად ხარ? შენს ვირთხას რომ ვნახავ, ფეხით გავსრეს, ისე რომ თვალსაც არ დავახამხამებ. ჯერ იპოვე. მენდი, სად ხარ, მენდი? მიდი ბენს, დაამარცხე იგი. ჰო, ჩემო კარამელო, მე მას დავამარცხებ. სად არის ის ლუზერი? გესმის რამე? ის თუ ჩამოვა, მკვდარია. ბენს, ცოტა დრო გჭირდება, იცი? ცოტა დრო გჭირდება გასახურებლად. 1 2 3 4 1 2 3 4 1 2 3 4 5 6 7 8 1 2 3 4 5 6 7 8 ოუ, გასაგებია. თუ ის ერთ წუთში აქ არ იქნება, ჩათვალე რომ მკვდარია. ბენს, ძმადილანი აქ არის. აბა, იმედია საფენის გაკეთება არ დაგავიწყდათ. აქ საფენები მხოლოდ შენს და შენს მეგობრებს დაგჭირდებათ. მიდი კამილ, ძმაო, აჩვენე. ხედავთ რომ ბენს აქვს ლამაზი სათვალე, ტანსაცმელი, მაგრამ იცით რომ ის შარვლის ქვეშ ატარებს კალგოტკას? ბენს კოლგოტი აცვია გოგოსავით. ბენს, მართლა გაცვია კოლგოტი? რატომ იტყოდა ის ამას? და ქსვლელი ხარ? ეს უბრალოდ რეპია. რა კოლგოტი? მე არასოდეს მცმია ისინი. ტრაბახობდი, როგორი მკაცრი და მამაცი ხარ, მაგრამ ბავშვივით აგერია, მარჯვენა და მარცხენა. დღეს მივიღე წერილი მომავლიდან და მასში ეწერა, რომ ბენსი აუცილებლად დამარცხდება. და იმახსოვრე ძმაო. კამილთან ხუმრობა არ არის კარგი იდეა და ბრძოლის შემდგომ დაგიძახებენ იდიოტს. ბენს ის ნამდვილად მაბრაძებს. შემიძლია დავარტყა მას? არა, მე მას ჩემი ტექსტი დავამსხრევ, ძმაო. კამილს უნდოდა ბენს გოგოსავით ეტირა, მაგრამ მე ბავშვივით ვტირი, ძალიან ხმამაღლა. რა? ლუზერო, გაჩუმდი. ბენს, რას ლაპარაკობ? შენ თავს ამცირებ? დიახ, უბრალოდ მოიცადე. კამპუსში საუკეთესო ბიჭი ვარ და ვინც არ იცის, ახლა საფენი მიკეთია. რა ჯანდაბა დაწერე? წაიკითხე დანარჩენიც, ეს გახურებაა ჯერჯერობით. ბენს, რა ჯანდაბას ლაპარაკობ? მოიცადე კარამელო, ეს გახურებაა. მე ზუსტად ვიცი რომ კამილი მაგარია და ვაღიარებ რომ არ ვიცი როგორ ვებრძოლ მას. ამიტომ ჩემი დევიზია რომ მე სულელი ვარ და ეს სიმართლეა. მე საფენში უკვე ჩავისვარე. აბა ბენს, კეთილი იყოს შენი მობრძანება ლუზერების გუნდში. ჩვენ არ გვჭირდება ეს ლუზერი ჩვენს გუნდში. რა ჯანდაბა? დაიჭირეთ ის დროზე. ჯანდაბა, მან ახლა ხანს დამამცირა მთელი კამპუსის წინ. არ მეგონა ბენსი ასე დაბლა თუ დაეცემოდა. მოუთმენლად ველი თქვენს კომენტარებს, მოწონებებს და გამოწერებს.